გინდა შოკოლადი. გმადლობ. მსოფლიოში 10-დან 9 ადამიანს უყვარს შოკოლადი. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ცხოვრება შოკოლადის ყუთივითაა. არასოდეს იცი რას მიიღებ. თუმცა კაკაოს გადაშენების რისკი ემუქრება. 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო კაკაოს პლანტაციების 50%-ზე მეტი გამოუსადეგარი გახდება წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 5000 წლის წინანდელი მარცვალი ამაზონის ტროპიკულ ტყეში წარმოიშვა და ტომებმა მას ღმერთების საკვებები უწოდეს, თანამედროვე ეპოქაში მსოფლიო კაკაოს დაახლოებით 80% დასავლეთ აფრიკაში იწარმოება. ტროპიკული ტყეების შემაშფოთებელი სისწრაფით შრება, ხოლო გადაზიდვისა და გადამუშავების ხანგრძლივი დამღლელი პროცესი მომხმარებლებს უკმაყოფილოს ტოვებს. პრობლემა იმაშია, თუ როგორ მოყავთ კაკაო დღეს. ამ პროცესში ბევრი სასარგებლო ნივთიერება კაკაოს გადამუშავებისას განზავდება. ის მართლაც კარგავს ბევრ ბიოაქტიურ ნივთიერებას, ერებას. ინოვაციური ისრაელური სტარტაპი Kokomoto ცდილობს აღადგინოს კაკაოს მარცვალი და ამავდროულად აამოს ჩვენი გემოც. ჩვენ ვამბობთ, რომ ბუნებაში კაკაოს ხის გაზრდას 6 ან 7 წლის განმავლობაში და ბოლოს მხოლოდ მარცვლის გამოყენებას აღარ აქვს საჭიროება. ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივად ვაწარმოოთ. Kokomoto-s ქარხანა შეგიძლიათ განათავსოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეკვატორის გარეთ, ძალიან ახლოს იმ ქარხნებთან, რომლებიც უკვე აწარმოებენ. პლური არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში უჯრედების გამრავლებისთვის. ჩვენ უბრალოდ ვიცით, როგორ გავამრავლოთ უჯრედები, ეს არის ის, რაც ვიცით. აქ ჰაიფაში მდებარე ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში ფლური ეს ბიორეაქტორები იმეორებენ ბუნებრივი გარემოს პირობებს და ეს დაახლოებით ასეა. კი, ეს თითქოს მეცნიერების გაკვეთილია. ჩვენ ვათავსებთ უჯრედებს ამ ჭურჭელში და შემდეგ ხდება მედიის პერფუზია. მედია არის საკვები, რაც უჯრედებს ჭამისთვის სჭირდებათ. როგორც ჩვენ ვჭამთ, ასე ვკვებავთ უჯრედებს ამ სპეციალურად მომზადებული მედიის საშუალებით. იგივე ეხება ყავასაც. Coffee-shy არის კიდევ ერთი სტარტაპი, სადაც ეს პატენტირებული უჯრედების გამრავლების ტექნოლოგია აგრძელებს იქიდან, სადაც ბუნება ჩერდება. ჩვენი პროცესი მდგრადობის თვალსაზრისით ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ტრადიციული მეურნეობა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა, სადაც საჭიროა უზარმაზარი რაოდენობის წყალი. და სხვათა შორის თითოეული ესპრესო, რომელსაც სვამთ, მოითხოვს 140 ლიტრ წყალს, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არის გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ყავა დამზადდეს ისე, რომ ყველა სირთულე გვერდისავლით. არსებული ხანგრძლივი და ენერგომოხმარებადი პროცესი ასევე გვაცვლის ფულს ანგარიშებიდან. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა, ყავაზე საერთო მოთხოვნა. ხოლო მიწოდების მხრივ გვაქვს პრობლემები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მძიმდება. მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი მცირდება. ყავა არის სასაქონლო პროდუქტი, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობაშია. სინამდვილეში ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასების უზარმაზარ ზრდას და მაღალ მერკეობას ვხედავთ. ეხლა ჩვენი ფინჯნები ყოველ სამკვირაში ერთხელ შეიძლება აივსოს. ერთი სისტემიდან წელიწადში ჩვენ შევძლებთ იმდენი ყავის წარმოებას, რაც 9 მილიონზე მეტ ყავის მცენარეს უდრის. ეს ჩვენი პროდუქტია. ეს არის უჯრედებზე დაფუძნებული გამხმარი უჯრედული ყავა, რასაც აქ ხედავთ ფხმილის ფორმისაა. კავა, Coffee-shy-ის მოხალული და მომზადებული ყავები დამგემოვნებლის რჩეულია და ამის მტკიცებულება ჩვენი დილის ფინჯანი ყავაა. ხო, სუნი განსხვავებულია. ხო, ეს უფრო ტკბილი სუნია. სწორია. ჩემი ცხვირი მუშაობს. გარდა ამისა, ის ეხმარება ჩვენი პლანეტის ნახშირბადის კვალის შემცირებას. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დაგვისვეს იყო, თქვენი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს ტრადიციულ და არსებულ ყავის ფერმერებს და სოფლის მეურნეობას. და პასუხი არის აბსოლუტურად არა.